უსაფრთხოება სხვათა შორის, აი მე რო შფოთვა ძლიერი არ იყოს ჩვენში, ჩვენ გვაქვს ეგეთი ყველაზე გრძელი ნერვი ვაგუსი, რომელიც არის ასე ვთქვათ სიმშვიდის არხი, რომელიც ყველაზე გრძელი ნერვია, თავიდან დაბოლოება მას აქვს აი კუჭ-ნაწლავსაც დაკავშირებულია, ყველაფერთან დაკავშირებული. ესე იგი, ეს ვაგუსი რომ იყოს დამშვიდებული, ასე ვთქვათ, ხომ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სხეულმა უსაფრთხოება დაისწავლოს ძალიან მცირეწლოვანი ასაკიდანვე. იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდე როცა პატარები ვართ, ჩვენ არ შეგვიძლია კმაყოფილებას, უსაფრთხოებას და ბედნიერებას სხვისი სხეულის გარეშე მივახციოთ. ყველა ვარიანტში სხვამ უნდა გამოგვიცვალოს ხო პატარები რო ვართ საფენი თუ სხვამ უნდა გვაჭამოს, სხვამ უნდა ჩაგვიკრას გულში, გადაადგილებაში და გვეხმაროს ლაპარაკი, სიარული არ ვიცით, არაფერი ჩვენ არ ვიცით, ადამიანი ხო ძალიან უმწეო იბადება. აი იქ თუ უმწეობა შეეპარა და დაამახსოვრდა ჩვენს ცოცხალ სხეულს, რომელსაც ასევე აქვს განსხეულებული კოგნიცია, განსხეულებული ცნობიერება, ანუ სხეული, ეხლა კვლევებმაც დაადასტურა, რომ ის არ არის უბრალოდ ჩვენი აპარატურა, რომელიც თვითონ ვერაფერს იმახსოვრებს, არამედ მასაც აქვს თავისი მეხსიერება და ცნობიერება. ასევე გულს აქვს მთელი თავისი ცნობიერი ცალკე სისტემა კიდევ. აქედან გამომდინარე, აი ეს ვაგუსიც რომ იყოს დამშვიდებული და ეს სიმშვიდის არხი ვითარდებოდეს წყნარად, მნიშვნელოვანია, რომ მაშინ, როცა ჩვენ სხვისი სხეული გვჭირდება უსაფრთხოებისთვის, ეს სხეული იყოს ხელმისაწვდომი. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ სხეულმა ფრთხილად გაგვიშვას მერე დამოუკიდებლად, იმიტომ რომ თუ მიგვიჯაჭვავს უფრო მეტ ხანს ვიდრე ეს გვეკუთვნის, ესეც უკვე არის ჰიპერზრუნვა, პირიქით აძლიერებს ჩვენ შფოთვას, რომ ესე იგი არ გვენდობიან და სამყაროში მარტოებს არ გვიშვებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ სამყარო არასანდოა და აქ კიდე სხვა შფოთვა იწყება, ხო? ამიტომ ამ ეტაპების სწორად გავლას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა. ცოტა რთულია მშობლისთვის, მაგ ჯაჭვის ახამდე ქალბატონეთია გულზე და ფილტვებზე ნერვიულობდი. მოდით გავამარტივებ მაშინ. ძალიან მარტივ ფორმულას ვიტყვი. ის რის გაკეთებაც ბავშვს უკვე თვითონ შეუძლია, აღარ გაუკეთოთ თქვენ. გავაფართოვოთ ეს. არც ეს არის მარტივი, მაგრამ აი ბავშვმა რო თქვა, რომ ჩემით შევჭამ. აცადე, მერე რა რო თმებში იზილავს, მერე რა რო საშინელება და თქვენ ნერვები არ ყოფნით, რომ ის მერე მოთუთხნული ალაგოთ, მაგრამ აი მხოლოდ ამ მოთმინებით მივაღწევთ იმას, რომ ბავშვი თავის ძალებში რწმუნდება, რომ რაზეც იტყვის მე თვითონ, კიდევაც ახორციელებს მე თვითონს.